კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თიკა მართალი ახსენე და მოგვიახლოვდა აგარაკების სეზონი და აი საზაფხულო წვნიანი სწორედ რომ არის აკროშკა, რომელსაც დილით რომ მოამზადებთ და მაცივარში რომ შედგა, მთელი დღის მანძილზე შეგიძლია მიირსვა როგორც საუზმეზე, ასე სადილზე, ისე ვახშამზე და სხვათა შორის ძალიან კარგად ატენიანებს ორგანიზმს, აგრილებს, ცოტა შეგვიძლია პიტნაც დავამატოთ. და ასევე ძალიან კარგი დეტოქსისთვის. და რაცი რა, აი ისეთი ფორმით არასდროს მიჭამია ეს წვნიანი, რომ აი გამნერგო ჩემს დავუშვათ მენიუში და ლიკა ველოდები დღეს შენგან რაღაცა ისეთ ვარიანტს, რომელიც მომანდოებს, რომ მეც შევიტანო ჩემს საოჯახო. იცი რა არის? ძალიან კარგი ვერსია არის. ტრადიციულად ყველაფერი იჭრება, პატარა კუბიკებად. ეს ყველაფერი არის კიტრი, კარტოფილი, კვერცხი და მწვანილები და თუ გვინდა ჩვენ დღეს დავამატებთ ძეხს, მოხარშულს, თუმცა ეს უკვე ძანეთ, ნახე. აი იქო ნახე როგორ შეცვალა. მაგრამ აი ეს რაღაცნაირი კუბიკებად დაჭრა მე პირადად ბავშვობაში საერთოდ არ მიყვარდა. მაგრამ არსებობს ალტერნატივა ყველაფრის გახეხვა. და დღეს მოვამზადებთ ყველაფრის გახეხილს, რაც კიდევ უფრო საინტერესოა ჩემი აზრით. კონსისტენცია როგორი იქნება? გახეხილი ანუ მაინც ისეთი იქნება, წვნიანი იქნება, ხო, და რაც მთავარია, ნახე კარტოფილს ახლა იმიტომ ამზადებ და არ წყდები, რომ კარგად უნდა გაგრილდეს, თორე ცხელი კარტოფილი მე ხო ისე იწეპება და ამის სხვად გახეხვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამიტომ პირველ რიგში კარტოფილი კარგად რომ მოიხარშება, კარგად უნდა გავაგრილოთ. და შემდეგ უნდა გავაგრძელოთ მისი მომზადება და გაგრილებისთვის შეგვიძლია წყალში ჩავაგდოთ? კი, ცივ წყალში შეგვიძლია რომ დავტოვოთ. ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ სანამ კარტოფილი არის ახალი, სეზონური, არის ძალიან სასარგებლო. აი ხუთმაგად სასარგებლოა და მისი მირთმევა ყოველდღიურადაც კი არის რეკომენდირებული, ამიტომ მეცადეთ რომ რაღაც ისეთ კერძებში გამოვიყენოთ. ხო, ეხლა ნინო ვაშაკიძე სულ მტერია, ესე კარტოფილის მტერია. ხო, ნუ ვის არ გვიყვარს კარტოფილი? ნინოს არ უთხრათ. ნინოს არ უთხრათ. იცი რა, ძველი კარტოფილი, ხო, ცოტა ესეთია, ნაკლებად სასურველია, რომ ესეთი სიხშირით მივირთვათ, მაგრამ კალიუმის წყაროა და მაინც საჭიროა, რასაც იძლევა ბუნება მით უფრო ჩვენს მიწაზე. ხო და თან ანუ რასაც გვაძლევს სეზონურად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სეზონურად არის ზუსტად ის პროდუქტი საჭირო ჩვენი ორგანიზმისთვის და ამიტომ ახალ კარტოფილზეა საუბარი, მოკლედ ძვირფასო მეგობრებიო და მიგვიდით. კარტოფილის გასვლას ახლა რომ მოვრჩები, დავადგამ კვერცხს მოსახარშად და კვერცხსაც კარგად გავაგრილებ. რაც შეეხება მეორე კერძს, რა შეიძლება მივატანოთ აკროშკას, ასევე ვამზადებთ კარტოფილის ბლინები, მაგრამ ცოტა თან ბლინი არ არის, იმიტომ რომ უფრო სქელი კონსისტენციის გამოდის. შეიძლება ითქვას, აი ძალიან თხელი ხაჭაპური ტაფაზე გამოგვივა, რომლისთვისაც გამოვიყენებთ პიურეს, დავამატებთ გახეხილ სულგუნს და ოდნავ ქვილს, ძალიან ცოტა და ამისგან გავაკეთებთ ცომს და ცხიმის გარეშე შევწოვთ ტაფაზე და იქნება ძალიან საინტერესო. მე ძალიან მომწონს. მწვარი თაშმიჯაბო. თან ამასობაში დავადგამ ჩვენს კვერცხს. იცით რომ ტრადიციულად ვიყენებთ რა კარგიას ბრენდის კვერცხს, რომელიც არის გუდვილის წარმოების და არის ესეთ შეფუთვაში, შეგიძლიათ დაიმახსოვროთ. რამ 1-4-5 კვერცხი დაგჭირდება, მე მიყვარს ცოტა მეტი კვერცხი, ასევე ძალიან უხდება ბოლოკი. ბოლოკი ზოგჯერ მინახავს ჭარხლით, ეს ვერსია თუ ეს სხვა წვნიანია? ჭარხლით მე არ დამიგემოვნებია. აი ვარდისფერი შეფერილობის ხდება არის ბოლოკი არის აი თვითონ სითხე რა შეძებს კეფირია თუ რაც არის შესაძლებელია რომ დააბლენდერო ეს ფერისთვის უკვე კეფირთან ერთად. ჩვენ დღეს კეფირს გამოვიყენებთ და ცოტა არაჟანს დავამატებთ და ამ ჩვენს ბოსტნეულს რო დავამუშავებთ, გავხეხავთ, კარგად მარილი და პილპილი უნდა მივცეთ, რომ ჯერ თვითონ კარგად გაიხსნას ბოსტნეულში. გემოები რო ამოწიოთ. კი. და შემდეგ უკვე დავამატებთ соус. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.
დილამშვიდობისა გევერთ. შეგიძლია. ნამდვილი დილამშვიდობისალი? როგორ ახლა? კარგად, მოვედით ახლა რომ გვაინტერესებს რა ეტაპზე ხარ გადასული და რა ეტაპზე ვარ და ნახე დავჭერი. კი არ დაჭერი. არა, ორი დავჭერი. მოხარშული კვერცხი გავხეხე. ძალიან წვრილად ვეცადე რომ დამეჭრა მწვანე ხახვი, ასევე გავხეხე კიტრი. და ახლა დაგვჭა რომ გავხეხოთ მოხარშული კარტოფილი, რომელიც წინასწარ რომ მოვხარშეთ, გავასუფთავეთ და კარგად გავაგრილეთ, რათა აი სახამებელმა არ გაგვიფუჭოს ყველაფერი და არ ჩაეწეპოს და ახლა ის ეტაპია, როდესაც უნდა შევკმაზოთ და ცოტა ხანი ასე დავტოვოთ, რათა გაიხსნას ეს გემოები ერთმანეთში. დავამატოთ მარილი, იმიტომ რომ მე აი ნახე კეფირიდან და არაჟნიდან ვერ ეს რაღაც ასაღები და საჭრელი და საინტერესო გაქრიკა. ნახეთანი სანტიმეტრიცაა, რა თქმა ცომის გაზომო, ხო რა? ცომისთვისაც არის, მაგრამ რაღაცას რომ დაჭრი, მაგით იღებ კარგად. ეს ცოტა ხანი დამატებით იყოს კი. ეს ახლა დავადგი. შემდეგ იგივე აი ამ ყველა პროდუქტს ერთად ვამატებ და დავამატებ არაჟანს და მდოგვს. დოგვს? კი, ცოტა მდოგვი უხდება. რა, ეს შენი ის არის პეწი? არა, მდოგვიც უხდება და მარიც უხდება, ან ლიმონიც უხდება ჩაწურული კი. იქ მაგიტომ არ მომწონდა რომ არ ვიცოდი ვეგენი. შეიძლება დღესაც არ მოგეწონოს. არია ლიკა რა, შენ რეცეპტორებზე ვარ გაზრდილი. მე თუ მეუბრებია შენ სიმღერებზე ვარ გაზრდილიო, რატო არ შემიძლია გითხრა რომ შენს მიერ მოწოდებულ რეცეპტორებზე ვარ აღზრდილი. გენის მატარებლები ხარ. ჩემი გაზრდილიაო რომ ამბობენ ეგრე ვიტყვი ახლა შენზე. დავამატებ არაჟანს და ამ ყველაფერს ესე ცოტა ხანი დავტოვებ, თან ცოტა შავ პილპილსაც დავამატებ და დავტოვებ ცოტა ხანი რომ კარგად გაუჯდეს გემოები. ამის გაკეთებას გავაგრძელებთ და დავასრულებთ მესამე ჩართვაში. შევახსენებ მაყურებელს რომ ვამზადებთ საზაფხულო აკროშკას. ორაობდით. თუმცა მანამდე მინდა მოვასწრო და გაჩვენოთ ცომის მომზადება, როგორ ვამზადებთ ბლინებისთვის. აქ გვაქვს 1 კილო მოხარშული კარტოფილი, რომელიც გავჭყლიტეთ პიურესავით, ოღონდ სითხის გარეშე, აბსოლუტურად მშრალად. დიახ, 1 წამი ეს ცოტა გავწიოთ. და უნდა დავამატოთ გახეხილი ყველი. სულუგუნი ამ შემთხვევაში. ხო, ცოტა მარილი დავამატეთ იმის მიხედვით, როგორი არის ჩვენი სულუგუნი. დავამატოთ 300 გრამი, აი ცოტა მეტი. ხო, რა არის? ხო, რა არის მართლა? ცოტა გაიწელოს, თან კარგი სულუგუნია. გაწელვით დიდად არ გაიწელება, მაინც ის ძალიან ისეთ თხელი იქნება ისედაც და ტაფამწვარი თაშმინჯაბი. კი ბატონო. და დავამატოთ უნდა სადღაც 300-350 გრამი ფქვილი. ანუ კარგი ლომა თქვილი გინდა ესე. ხო, ანუ ცომი უნდა გავაკეთოთ რა. კი. ცომი უნდა გავაკეთოთ, რომლისგანაც მივიღებთ ესე პატარ-პატარა გუნდებს თანაბრად, აი საჭრელით დავჭრით. და გავაბრწყელებთ. გაბრწყელების შემდეგ კი უკვე გადავიტანთ ტაფაზე და ესე ცხიმის გარეშე გამოვაცხობთ და მოდი აქ გავაგრძელებ. ცხიმის გარეშე გამოცხება, ხო? რახან სულუგუნი აქვს, შესაბამისად აღარ გამოყოფს, ხო? კი, აი პირდაპირ ტაფაზე გამოვაცხობთ, ნახე. იქნება ჩვენი ესეთი სომუკა და ძალიან გემრიელია სხვათა შორის ბოლო დროს საკმაოდ ესე ხშირად ვამზადებ სახლში და ძალიან მარტივია, შეგვიძლია რომ აცივარში დავაყოვნოთ და როცა დაგჭირდება პირდაპირ გადმოვიღოთ და შევწვათ. თან უხდება მწვანილით. თუ მინდა შეგვიძლია რომ რაღაც მწვანილებით. მაგალითად იგივე კამა. მაგალითად შესწეს თუ ცოტა გემოს. პიტნას სხვაგან წაიყვა. კი, ძალიან უხდება და ძალიან გემრიელი გამოდის. იმდროს გამოგიტყდები და პირველად მოვხარშებ კარტოფილი? არა, მაკარონი. რა პირველად მოვხარშებ? აი ესე დამემართა, აბა, პირველად მარტო ვიყავი და ჩემ თავს მეუთხარი, ხა რისთვის? აი მარტო მოვხარშე თუ რამე соусიც გაუკეთე? არა, მოვხარშე მაკარონი, ცოტა ნაღები გაუკეთე, ცოტა ყველი ჩავახეხე და ანუ გაგიკეთებია. ისეთი მოგიმზადებია პირდაპირ. კი ბატონო, ცოტა შავი პილპილი, ოდნავ მარილი, გადასარევად მივხედეთ, თუმცა ისეთი გამარჯვებული ვიყავი. ისეთი გამარჯვებული ვიყავი. არ ჯერა, რომ პირველად მოვხარშე? აბა, აი აბა.
თორე ძირითადად ხო მე დაგემოვნება მიყვარს და მარაკეთება, შემდეგში მოგიწევს და ჩვენ დავაგემოვნებთ, შემდეგში ჩვენ დაგიგემოვნებთ. შენ გამათამამე, ლიკა, შენ გამათამამე. მარილი უქენი საკმარისა? აი, რამდენი უქენი შემახსენე? აი ნახე, აი ესე. ამით რამე კონკრეტიკა? კი, რამდენი მეორე. სიყვარული, თუ ბევრი უნდა. ხვის მარილი სიმლაშე უნდა მივცეთ წყალს. სიმლაშე. ხარშვის პროცესზე იძახი, ხო? კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. დილამშვიდობისა კიდევ გამარჯობა. რაღაც ეტაპები დავიტოვე რომ ყველაფერი გაჩვენოთ. ეს არის ჩვენი კარტოფილის ბლინი, რომელშიც არის 1 კილო კარტოფილი გაჭლეტილი მოხარშვის შემდეგ. ცხადია 350 გრამის სულუგუნი და 300 გრამი ქვილი, რომელიც შემდეგ ესეთი ცომი მივიღეთ, გავაკეთეთ პატარა გუნდები. და შეგვიძლია რაღაც ხელითაც გავაბრწყელოთ ან ესე საფრთხელებლით ისე დგომას. და ცხიმის გარეშე ვათხობთ ძალიან სწრაფად და მარტივად. ერთი ამბავია ის რომ მალევე უნდა მივირთვათ, იმიტომ რომ ნამდვილად ვერ მიჭირავს და მეორე ის რომ არაჟანთან ერთად უნდა მივირთვათ და ბევრად უფრო გემრიელია. ხო, და თან ის სიმშრალის ეფექტიც არ ექნება, მაინც უფრო რაღაცა. ხო, აი რაღაც დახსნის კიდევ უფრო რეცეპტორებს. ანუ მართლა აუცილებლად სჭირდება არაჟანი თან რაღაცნაირად აბსოლუტურად ცხიმის გარეშე, ესეთ პატარა ფირფიტას ვაფრთხელებთ და გვათავსებთ. დღეს ლიკამ შემოგთავაზა როგორც ცივი წვიანი, ასევე ცხელი მისაყოლებელი და გინდა საუზმეზე მიირთვით, მართლა გინდა სადილზე, გინდა ბავშვმა და როცა მოგშვიდებათ, მაშინ რაღაცა უნივერსალური დუეტი არის. ნამდვილად ასეა და თან ალბათ თქვენს უკვე შეამჩნევდით, რაც მინდა რომ თქვენ მოგიყვეთ. როგორი განახლებული სტუდია გვაქვს, გუდვილმა წელს თავის 22 წლის იუბილე რებრენდინგით აღნიშნა, შეიცვალა ლოგო, ფერები, როგორც ხედავთ ჩვენ სტუდიასაც უკვე ახალი ლოგო ამშვენებს, ჩემს საფარსად. და კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლეა გუდვილში, ამ რებრენდინგის გათვალისწინებით სრულებით განახლდა ვაკის ფილიალი და უკვე ახალი თანამედროვე დიზაინით და აღჭურვილობით ელოდება თავის მომხმარებელს. მისამართი კი უცვლელია. ჭავჭავაძის გამზირი 34. ასე რომ არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა ნამდვილად ასეა. ახალი და ძალიან ლამაზი გარემო დაგხვდებათ. ეს ყველა სიახლე, რასაც გვთავაზობს გუდვილი და მომავალში კიდევ შემოგთავაზებს, ნამდვილად ამართლებს მათ ახალ გზავნილსაც. გუდვილი, შენი გემრიელი ცხოვრება. ასეა. ასე რომ ნახეთ როგორი გემრიელი სუფრა გვაქვს აქ და გაჩვენებთ აკროშკას, რომელიც მართლაც იქ უნივერსალურია და შეგიძლია დილას, შუადღეს და საღამოს მიირთვა. უბრალოდ ერთადერთი ახლად მომზადებული იმდენად გემრიელი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, უნდა ჩაცივდეს. აი, კარგად ერთ 4 გემოები კიდევ უფრო კარგად გაუჩნდეს. ტონო და თან ამ შემთხვევაში მე პირადად ცოტა დავამატე. ეს გემოვნების ამბავია, თუ სიტყვაზე მაწონს წყლით შეგიძლიათ გააზავოთ, შეგიძლიათ მხოლოდ კეფირი დაამატოთ. ამ შემთხვევაში არაჟანიც არის და ამიტომ შენ რაღაცა მომჟავო დაამატე, ანუ რა დაამატე? ეხლა ამ შემთხვევაში მე არ დამიმატები არაფერი, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია რომ ეს ბოლოს ლიმონი მოვაპყუროთ ან მარი მოვასხათ, რაც წარმოვიდგენთ, რომ აი გვესიამოვნება. ლიკ, ცოტა პიკული შეიძლება რო ჩავა. როგორ? პიკული რო ჩავა. კი, როგორ არა, აკეთებენ ორნაირი კიტრით. ახალი და ისეთიც. სამჟავებული. კი ბატონო. ესე იგი, ლიკა, თავიდან რომ შენ მოგვიყევი, რომ აი ამ კარტოფილისგან და სულგუნისგან აკეთებდი რაღაცა ცხელ თომიან რაღაცას წარმოვიდგინე, იქნებოდი პატარა გვალები სულ სხვანაირად დავსახე და სულ სხვა. ეხლა ამაში რაღაცას რო გავახვიო, ხო შემილია, რაღაც ვერსიებად ვაკეთო. იცი რა, შეგიძლია ჩაჭრა, როგორც ვთქვით, მწვანილი, რომელიც ძალიან უხდება და ძალიან ისეთი პიკანტური და გემრიელი ხდება. და შესაბამისად, შეგიძლია მერე უკვე მზაში, რაც გინდა შეახვიო, ესე და ესე რულეტივით მიირთვა, იმიტომ თუნდაც არაჟანი. ლიკა. ან სხვა, რავი, თუ გინდა ლორი, რაც გინდა. კარგი, მადლობა. გვაჭამეთ, ხო? მზად არის და შეგიძლიათ მიიღოთ. მადლობა მეგობრებო, დღევანდელი დღისთვის. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.